ერთი ლამაზი პიჯაკი ვეპოვე, მართალია ვარჯია, მაგრამ ძალიან მომიხდა და თან ღირს 19 евро ფასტაკლებით, რაც არის ძალიან კაი ფასი ზარას პიჯაკისთვის. ეს ჩანთა ვიყიდე უნიკლოში და არის ძალიან კომფორტული, აი ვერ აგიხსენეთ, არ მეგონა ეს კომფორტული თუ იქნებოდა თან 14 евро ღირდა. მგონია რომ იდეალური არის. ეხლა თათა მოდი სამსახურიდან და მოდი შევაშინოთ. აგა იქნება კი. ეს არის ტოპ ხილბოსტანი ფრანკფურტში და იყიდება უგემრიელესი სალათები. აი ეს მაგალითად ბადრიჯნით და იოგურტით. აი ეს რაღაც სასწაულია, ვერ აგიხსენეთ, ისე მიყვარს. დღეს მივდივართ ჯასმონტესზე, დღეს პირველი დღეა და ძალიან კარგი იქნება. პირველი დღე ზოგადად ხო ძალიან კაია, ძალიან. და ამიტომ წაგიყვანთ თქვენს და გაჩვენებთ თუ როგორ გავერთობით ფრანკფურტში. Video for my vlog. შიდა სივრცეში არის რაღაცნაირი გალერეა, არ ვიცი, ვისი რა არის, რატო არის. ანუ შიდა სივრცე არის ეს, ხოლო გარეთ არის მუსიკა. ნახეთ, აქვე როგორი სკეიტ პარკი არის, ძალიან ლამაზი. ეხლა მივდივართ რომ ვიყიდოთ სასმელები და საჭმელები, იმიტომ რომ ძალიან დიდი რიგები იყო ჯასმონტესზე, ამიტომ ჩვენ როგორც ჭკვიანი ქართველები მივდივართ გვერდზე 500 მეტრში. მიყვარს ესეთი პერიოდი რო არის, ძალიან ლამაზია. ძალიან. Like this, it's okay. I understand. Okay. Because like in TV shows, they use this word so much, you know, like Kaskinero. I was like, I need to know this one. Evet. Tamam. Bu nasıl gerçek bilemedim pek. Başka bir dünya burada sır yok. Bu nasıl güzel. ბოლოჯერ შევდივარ DM-ში. აქეთ არის რაღაც მაგარი გართობა, DJ უკრავს მეორე სართულზე. მოვედით გრესოში, ბოლოჯერ დღეს მივფრინავ კვიპროსში და გრესოში არ ვყოფილა, რაც ჩამოვედი მაგის მერე და ვისაც გახსოვთ ჩემ შარშანდა ვლოგებში სულ გრესოში დავდიარეთ და ეხლა ვიღე კრუასანი, ყავა და ასევე DJ-ი დგას. წინა წელს არ იყო სხვადასხვა. და კარგი იდეა. აი, გავიდოთ ახლა ყავას და წავალ აეროპორტში.